მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ. დღეს არის ჩვენი მე-7 შეხვედრა და დღეს ვიწყებთ 3 ლექციან კლასტერს ჰაიდეგერის შესახებ. მარტინ ჰაიდეგერი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და არ შევცდებით თუ ვიტყვით ის არის ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებს შორის ყველაზე დიდი სისტემური ფილოსოფოსი თუ ვთქვათ ნიცშე კირკეგორი როგორც ერთგვარი წინასწარმეტყველები გვევლინებიან არა აკადემიური ფილოსოფოსები არიან ჰაიდეგერი არის ერთგვარად კლასიკური გერმანელი პროფესორი რომელიც კითხულობს ბევრს წერს ბევრს ასე მეტი ტომი არის მის გეზამთაუსგაბეში ანუ ესე იგი თხზულებათა კრებულში და ეს მისი სტრუქტურულობა ხელს არ უშლის მას და პირიქით უწყობს აღმოაჩინოს ადამიანის სიღრმეები. ადამიანის სიღრმეები ოღონდ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ გადაიაზროს მთლიანად დასავლური ფილოსოფია მოყოლებული წინასოკრატელი ფილოსოფოსებიდან ვიდრე ნიცშემდე და ვიდრე მის ეპოქამდე. ჰაიდეგერის შესახებ, როდესაც საუბრობთ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მისი ფილოსოფია ეს არის ფუნდამენტური ონტოლოგია, ხო? და ესე ვთქვათ, ეგზისტენციალური ონტოლოგია კიდევ ასე შეიძლება ვთქვათ, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ერთის მხრივ ჰაიდეგერი საუბრობს სწორედ აი იმაზე, რაც ჩვენ წინა ლექციებზე ვახსენეთ, ადამიანის არსებობა, ადამიანი როგორც რაღაც ღია სივრცის მატარებელი, განსხვავებული, ასე ვთქვათ, არსებობის განსხვავებული მოდუსის მატარებელი მაგრამ მეორეს მხრივ ის რაღაცნაირად ამას აკავშირებს ყოფიერებასთან და ყოფიერების საკითხის განახლება არის ის, რასაც ის მოგვიწოდებს. ანუ ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ დასავლური ფილოსოფია და დასავლურმა ფილოსოფიამ ყოფიერების შესახებ საკითხი ვერ დასვა სათანადოდ, რადგან მისთვის იყო, ასე ვთქვათ, რაღაც აზრით ყოფიერება bis შესახებ საკითხი ჩაანაცვლა არსებულთა შესახებ არსებულთა არსის თუ არსებულთა არსებულობის ან არსებულთა ყოფიერების შესახებ გააჩნია როგორ თარგმნით სიტყვა Zeinheit რაც არის გერმანულად მოდით ახლა მივყვეთ უფრო სისტემურად მოკლე ნახევრად ფილოსოფიური შესწავლის შემდეგ აი ჰაიდეგერზე როცა საუბრობენ ჰაიდეგერის ენა არის რთული სავსე არის ის ნეოლოგიზმებით ახლებული სიტყვებით და მაგალითად, როდესაც საუბრობს ის გვიპატიჟებს ამ ასე ვთქვათ, ყოფიერების საკითხის განხილვაზე და განხილვის არეალად გვთავაზობს დაზაინს. რა არის ეს დაზაინი? აი ხანაი ჰაიდეგერის კითხვისას, როდესაც აი პირველად ეცნობი თუ მეთოდოლოგიურად არ გაქვს რაღაცნაირი შემუშავებული თუ როგორ უნდა გაეცნოს სწორად, ყოველთვის შენში არის რაღაც შინაგანი ეშმაკი, რომელიც გიბიძგებს რომ დაანებო თავი, მიატოვო ამ ყველაფერს თავი. იმიტომ რომ რთულია ეს ტექსტი ყოფიერება და დრო ალბათ მე-20 საუკუნის უდიდესი ფილოსოფიური ტექსტი არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით ერთ-ერთი უდიდესი 100%-ით, მაგრამ ჩემი აზრით უდიდესი ფილოსოფიური ტექსტი. მოკლედ ჰაიდეგერი გვიპატიჟებს ყოფიერების საკითხის განხილვისთვის და ამის არეალად შემოსაზღვრავს დაზაინს. ახლა რა არის ეს დაზაინი? ხშირად აი საუბრობენ რა არის ეს დაზაინი? რატო ართულებს საკითხს საერთოდ, ხო? სანამ ამას უპასუხებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ახლებური ტერმინოლოგიის, ნეოლოგიზმების შემოღებას, რაც შეიძლება თავისთავად ცხადად მიგვაჩნდეს და აი გასაგები ენით რატო არ ამოს ამ ნეოლოგიზმების შემოღებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი საზრისი, რომ ამითი რაღაცა ახლებურ პერსპექტივაში ცდილობს წარმოაჩინოს ის რაღაც ის ფენომენი, ეს თუ შეიძლება ესე ვთქვათ, რის გაშუქებასაც ცდილობს ესა თუ ის ფილოსოფოსი. კარგით. რას აშუქებს, მოდი ვთქვათ, ახლა ჰაიდეგერი ამ დაზაინით, ხო? დაზაინი ითარგმნება, მაგალითად, ზოგიერთ ფრანგულ თარგმანში ეს არის, ესე იგი, ადამიანური ეგზისტენს ჰუმან, ანუ ადამიანის არსებობა, ხო? ამ დაზაინი შეგვიძლია ესე პირველად მიახლოებისთვის ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანის არსებობა. ადამიანი ხო აი რატო მაშინ ეთქვა პირდაპირ რომ ეს ადამიანი და რატო ჩახლარდა საქმე ის არის რომ მას სურს
ეს ადამიანი გააშუქოს ზაინის, ანუ ამ დაზაინის ამ სიტყვის მეორე ნაწილის, რაც გერმანულად ზაინ არის ყოფიერება, ამის შუქზე. რატომ? იმიტომ რომ ჰაიდეგერი ამბობს, რომ ჩვენი დასავლური კულტურა, ჩვენი დასავლური ფილოსოფიური პარადიგმა, რაც დიდწილად განსაზღვრავს, ან განსაზღვრული არის ჩვენი აღქმებით, დასავლეთს გულისხმობს, ხო, დასავლურ ფილოსოფიას. ეს არის ყოფიერების დავიწყება. და მოდი ვეცადოთ გავიხსენოთ და აი ამიტომ სწორედ დაზაინი როგორც ზაინი ეს როგორ დაზაინი, ანუ მუნყოფიერება, ქართულად ესე ითარგმნება, ან მუნყოფნა, როგორც რაღაც ყოფიერებასთან დაკავშირებული რაღაც. თუმცა ეს ყოფიერება კიდე მოითხოვს ცალკე განმარტებას, მაგრამ მოდი ჯერ დაზაინის, ასე ვთქვათ, არეალი განსაზღვროთ, ხო? და ეს გერმანული წინსართი არის ერთგვარი შვალედი აქს და იქს შორის. ანუ გერმანულად ეს სიტყვა არის hier, რაც არის აქ, და dort, რაც არის იქ. მაგრამ და არის რაღაცნაირად აი აქვე, აი სადღაც აქ. აი შეიძლება თქვა რომ იქ, ანუ აქა-იქ. სხვათა შორის ზოგიერთ ინგლისურ თარგმანში დაზაინი არის როგორც there being, ოღონდ tis მერე პირველ თვის შემდეგ არის ასეთი დრობი, რომელიც ნიშნავს რომ ის აქაც და იქაც არის. და მე ამბობ რომ შეიძლება თარგმნოთ როგორც აქა-იქ ყოფნა. ანუ ეს დაზაინი, ანუ ადამიანი, მოდი ესე სამუშაო ვერსია თქონდეს ეს სიტყვა, არის რაღაცა, რაც არის აქაც და იქაც. კარგი. ეხლა კიდე ერთი კითხვა ჩდება. სად აქ და სად იქ, ხო? რისკენ მიგვითითებს ჰაიდეგერი. ჰაიდეგერი საუბრობს, რომ ესე იგი დაზაინი ეგზისტირებს პრაქტიკაში, ანუ დაზაინი ეგზისტირებს პრაქტიკულად. ანუ ერთის მხრივ ჩვენ ადამიანები, ანუ დაზაინი არის ჩაფლული აი პრაქტიკულ ყოველდღიურობაში, ჭამს, სვავს, ლურსმანს არჭობს კედელზე და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ამ პრაქტიკულობისა, მას აქვს უნარი რაღაცა იქ ყოფნის. ოღონდ ეს იქ ყოფნა არ არის ტრადიციული მეტაფიზიკური გაგებით იქ ყოფნა, რომ არის მიღმური სამყარო და აი იქაც არის, ხო? ანუ მიღმურ სამყაროშია გასული. არამედ არის ის, რომ მას აქვს უნარი, ასე ვთქვა, თავისი ამ ბიოლოგიური საზღვრების მიღმა გავიდეს და ასე ვთქვათ, ჩამოტვირთოს, ასე ვთქვათ, თავის თავში ის მთლიანობა, ის სტრუქტურები, რაც ახასიათებს ყოფიერებას. ანუ ყოფიერების რაღაც ღიაობაში, ან რაღაც აი ველში უკავშირდება ერთგვარი, ესე უხეშად ვთქვათ, იმ ანტენებით, რაც მხოლოდ ადამიანს აქვს და არა აქვს სხვა არც ერთ არსებას. უბრალოდ ვთქვათ ისიც, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში იმიტომაც არ ითქმის და ითქმის დაზაინი, რომ მას არ აინტერესებს მისი ეს ანთროპოლოგიური რომელობა, ანუ ანთროპოლოგიური კონკრეტულობა, არამედ ყოფიერებასთან დაკავშირებით. ანუ დაზაინი ერთი სიტყვით არის ადამიანის არსებობა, გასაგებად რო ვთქვათ, ოღონდ დანახული ყოფიერებასთან მისი წილნაყრობის ტიპის მიხედვით, ან თუ როგორ არის ის წილნაყარი ყოფიერებასთან. ვთქვათ ისიც, რომ დაზაინს, ანუ ადამიანს, ანუ მუნყოფიერებას ახასიათებს ეგზისტირება ჰაიდეგერის მიხედვით განსხვავებით სხვა არსებულებისგან, ანუ ჩვენ ვეგზისტირებთ, ანუ ხო, ანუ ჩვენ რაღაცნაირად გარე, ანუ გახსნილი გვაქვს ჰორიზონტები სამყაროს ცდომით, რაც ასე არ არის იგივე სხვა არსებულების შემთხვევაში. ისინი უბრალოდ არიან, ხო, შეიძლება ესე ვთქვათ. მაგრამ აი ადამიანი ეგზისტირებს, ხო, ამიტომაც არის ეგზისტენციალიზმი, ხო? ანუ ის ადამიანის აი ამ გამორჩეულობის, ამ ღიაობის და ამ თავისუფლების პრობლემა, რაც ჩვენ წინაზე სარტყლთან ვისაუბრეთ და ისევ სარტყლით რომ გავიხსენოთ, აი ეს დაზაინის, ანუ ადამიანური არსებობის ორმხრივობა მაგაში ჩანს, რომ ესე იგი ჩვენ რაღაც აზრით, ასე ვთქვათ, ძალგვით ეს ტრანსცენდენცია, ანუ ჩვენ როდესაც ვამბობთ ეს ანუ ეს დაზაინის პირველი ნაწილი სიტყვის თავის თავში იტევს იმას, რომ შენ აქაც ხარ და იქაც, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს ტრანსცენდირების უნარი და ჩვენ თქვით წინაზე, რომ ეს ტრანსცენდირების, ანუ საზღვრებიდან გასვლის, ანუ ამ ფსიქობიოლოგიური საზღვრების მიღმა გასვლის, ასე ვთქვათ, მთავარი ბიძგის მიმცემი ტრიგერი არის არა. ანუ ეს პრინციპი, რომელიც რეალურად სარტყმა ჰაიდეგერისგან აიღო.
კი ბატონო, ეს შემდეგ რა ხდება? ასე ვთქვით, რომ რაღაცაზე ყოფიერებასთან არის მიმართებაში. ეს დაზაინი, ანუ ადამიანური არსებობა ჰაიდეგერმა ამოირჩია იმისთვის, რათა ეს ყოფიერების საკითხი ხელახლა გაეშუქებინა. კარგი, ახლა მივადექით ამ ჩვენს ყოფიერებას. როგორ არის საქმე ამ ყოფიერებასთან მიმართებაში? ჰაიდეგერი ამბობს, რომ დასავლური საზოგადოება რაღაც აზრით გადაეშვა ამ საგანთა ფეტიშში, ესე რომ ვთქვათ, საგნებისადმი დამონებაში. ის ცხოვრობს რეალურად იმ ეპოქაში, ჰაიდეგერი არის იზრდება ვთქვათ, მე-20 საუკუნის პირველ წლებში, 1899 წელს არის დაბადებული. გამოიარა პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, მანამდე ვაიმარის რესპუბლიკა და მთელი ეს ეპოქის პერიპეტიები დაწყებული ამ ღმერთის სიკვდილით, შემდეგ გაგზელებული ამ ტექნოლოგიის წინსვლით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ხდება ჰაიდეგერს და ეს ყველაფერი არის მისი ცხოვრების ერთგვარი თანდევი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის ცდილობს ჩაუღრმავდეს ამ ყველაფერს, ანუ ჩაუღრმავდეს იმ ფილოსოფიური თუ ნიჩე მაგალითად ამ საუბრობს რომ ერთგვარად ეს არის ინსტინქტების დაჩლუნგება, რაც დასავლეთს ემართება. ჰაიდეგერი, რომელიც ნიჩეს ძალიან დიდი მკითხველია და ნიჩეს ინტერპრეტატორიც მათ შორის, ამბობს რომ კარგი ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ჩავიხედოთ თვითონ დასავლურ პარადიგმის ისტორიაში როგორ იყო გაგებული ყოფიერება და რა კავშირშია ეს უკვე გვიანობაში იმასთან, რომ ადამიანი რაღაცნაირად თავის შექმნილის მონახდება, ანუ ერთგვარად ფეტიში ვარდება საგნების, ხო? ახლა ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება მე ვიღაცა ადამიანი, რომელიც კითხულობს ან მარქსისტულად უყურებს, ვთქვას, რომ ესეთი პარადიგმული კითხვა, რომ ვთქვათ, პირობითად რაღაც მოხდა დასავლეთის ფილოსოფიის ადრეულ ეტაპზე და ეს რო განსაზღვრავს პირობითად მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიის არსს. ეს სწორი მიდგომაა ასეთი, ანუ ხო მატერიალური წარმოება განსაზღვრავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეგრეთ წოდებული ზედნაშენი ან კულტურაში მიმდინარე მოვლენები არანაკლები განსაზღვრელია და საერთოდ ანუ ის რაღაც აზრით ტენდენციები და ფილოსოფიურ გონში, ანუ ადამიანის გონში, ამ ნოოსფეროში მიმდინარე გარდატეხები დიდწილად განსაზღვრავს შემდეგ ცივილიზაციის განვითარების მიმართულებას. ასე ვთქვათ. შეიძლება ეს ვერ ხედავდეთ იმას, რომ მაგალითად პირობითად ჩვენ სახში როდესაც რო გვაქვს მაცივარი, ან გვაქვს სარეცხი მანქანა, ან უთო, ხა შეიძლება ამაზე ვერ ვთქვათ, რომ ეს რომელიღაცა ადრეული მოდერნის ფილოსოფოსის დამსახურებაა, რომ მაგალითად ეს დამსახურებაა ფრენსის ბეკონის, ექსპერიმენტატორი ფილოსოფოსის, ან ლოკის ემპირისტი ფილოსოფოსის ადრეულის, რომლებმაც პარადიგმა მოატრიალეს და თქვეს, რომ მოდი ბუნება გამოვკითხო და რეალურად ამ ბუნების გამოკითხვამ ხომ მიიყვანა შემდეგ ტექნოლოგიების განვითარებამდე. ანუ ერთი სიტყვით პარადიგმული გარდატეხები მნიშვნელოვანია და ასეთი გარდატეხა არის ჰაიდეგერის მიხედვით ყოფიერების ვერ გაგება. ამას ჰაიდეგერი უწოდებს Science-Vergesenheit, ანუ ყოფიერების დავიწყება. ყოფიერების დავიწყება ნიშნავს რეალურ დასავლური ფილოსოფიის ისტორია არის ყოფიერების დავიწყების ისტორია. კარგი, ესეც გასაგებია. რა არის ის ყოფიერება, რასაც ივიწყებენ? ახლა ჩდება, ჩვენ ხო მოვნიშნეთ ყოფიერება, ანუ ადამიანის არსებობა იმ ველად, სადაც ყოფიერება უნდა გამოიკითხოს. ჰაიდეგერი ამბობს, რომ ესე იგი ონტოლოგიური განსხვავება, ონტოლოგიშე დიფერენც რაც არის, ონტოლოგიური განსხვავება არის დაკარგული ანუ არსებულებს, ან ყოფიერებს შორის და საკუთრივ ყოფიერებას შორის. ეს რას ნიშნავს, რომ ანუ ჩვენ საკუთრივ იმ ფონს, ესე ცოტა გასაგებად რო ვთქვათ, ანუ იმ ფონს რის ფონზეც ვლინდებიან არსებულები და რაც მათ აძლევს ამ არსებულობას, იმას ვივიწყებთ და ჩვენ გულისხმობს ის დასავლურ ფილოსოფიას და მათ შორის პლატონზე საუბრობს, რომ პლატონთანაც კი რაღაც აზრით ხდება ამ ყოფიერების ერთგვარად დაყვანა იქამდე რომ ანუ ყოფიერება ხდება არსებულის რაღაც აზრით არსებულის ყოფიერებამდე დადის. ანუ ძალიან
მარტივად რო ვთქვათ, ანუ დასავლური კაცობრიობაო, ჰაიდეგერი, დასავლური ფილოსოფიის ეს გვირგვინი გვეუბნება, რომ დასავლური ფილოსოფია წინ და წინვე რაღაც აზრით საგნებთან მიჯაჭვულობის ძალიან დიდ დოზას აჩვენებს. და ის ყოფიერება, რომელიც არ შეიძლება წარმოდგინდეს, ხო, არ შეიძლება წარმოდგინდეს რაღაცა რეპრეზენტაციული საშუალებებით. ანუ მას ვერ წარმოიდგენ, როგორც წარმოიდგენ, თქვათ, აი ამ კალამს, ამ კალმის იდეას, ანუ ის რაღაც წარმოუდგენადია, მაგრამ ის არის რაღაც ისეთი, რომლის დავიწყებაც მე ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ სიცოცხლის დაფასების უნარს გვიქვეითებს, რაც მე გვშთანთქავს კონკრეტულ არსებულებში, უკვე ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად. ერთი სიტყვით, ჩემზად, ანუ ის გარდატეხის მომენტი ისტორიულად ჰაიდეგერისთვის არის სწორედ აი ეს მომენტი. ანუ ყოფიერება როგორც ასე ვთქვათ როგორც დავიწყებული და დასავლეთის ისტორია როგორც ყოფიერების დავიწყება. ანუ ჩვენ ესე იგი კიდე ესეთ ჩვენ ჰაიდეგერის ენა ცოტა რთულია და შეიძლება პირველი მსმენელისთვის რთულად აღსაქმელი, ამიტომ შუალედურ შეჯამებას ხშირად გავაკეთებ, ანუ ეს რას გულისხმობს? ანუ მუნყოფიერება, ანუ ადამიანის არსებობა მონიშნულია ყოფიერების გამოკვლევის ადგილად, ყოფიერება რაღაც ისეთია, რაც დასავლეთის ფილოსოფიამ დაივიწყა მოყოლებული წინა სოკრატელი ფილოსოფოსებიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც აზრით არსებულებს, ანუ კონკრეტული არსებულების ლოგიკა გახდა უპირატესი. და მაგალითად ის ლოგიკა, რომ ეს ყოფიერება რაღაც აბსტრაქცია, ანუ ნახეთ, აი მე რო ვთქვა, რომ აი ეს კალამი, ხო? ანუ რაღაც აზრით დასავლეთის ფილოსოფიის, მაგალითად თომა აქვინელი და სხვები, წავიდნენ აბსტრაქციის აზრით. ანუ ეს არის კალამი არის ადამიანის გამოსაყენებელი ნივთი, ადამიანი თვითონ არის კონკრეტული განვითარებული ცხოველი, პირობითად ვამბობ, შემდეგ და ანუ ასე რომ ავიდეთ, ანუ აბსტრაქციის რიგით მივიღებთ შიშველ, ანუ ცარიელ ცნებას არსებული. ანუ ნებისმიერ რაღაცაზე შენ შეგიძლია თქვა, რომ ეს არის არსებული. და ჰაიდეგერი ამბობს, ანუ ესეთი გენერალიზაციის გზით წასვლა, ანუ აბსტრაგირების გზით წასვლა, არის ის, რაც მერე მათ შორის არის ამ ყოფიერების დავიწყების ერთ-ერთი მაჩვენებელი. ანუ ის რომ ყოფიერება რაღაცნაირად თითქოს არის აბსტრაქცია, არა და ყოფიერება არის ის, რაც ჩვენ გამსჭვალავს. ანუ ერთი მხრივ დავიწყებული და აბსტრაგირებული ყოფიერება, ანუ როგორც რაღაც საგნიდან ამოყვანილი, რომ ის აბსტრაგირების გზით მიიღება, მეორე მხრივ დავიწყება ამ ყოფიერების და ჰაიდეგერი ამ ყველაფრის საპირწონედ ამბობს, რომ ჩვენ ეს დავიწყებული გვაქვს და მოდი ვცადოთ ამისი აღმოჩენა. კარგით, ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ მომენტზე, ეს არის არარა. რადგან ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ ყოფიერება და არარა, ჟან-პოლ სარტრი, ჰაიდეგერისგან დიდად დავალებული დიდი ფრანგი ფილოსოფოსი, ჰაიდეგერი რას ამბობს ამ არარაზე და სხვათა შორის ამ არარას რეაქტუალიზაცია, ანუ ხელახალი შემოტანა დასავლურ აზრში არის ასევე ჰაიდეგერის დამსახურება. ანუ ეს არარაც როგორც რაღაც ცარიელი, სიცარიელი, აი იყო წარმოდგენილი დიდწილად იგივე ჰეგელთან, ხო? რომ სუბცარიელი, ან სუბთა ყოფიერება არის სუბთა არარა და ჰაიდეგერი ამბობს, ეს რაღაცაზე სწორია, უბრალოდ ჰაიდეგერი აჩვენებს, რომ ეს არარა არის გამსჭვალავი ჩვენი არსებობისა. მაგალითად, ანუ არარა და ყოფიერება არიან რაღაცნაირად ტოლპირველადნი. რას ნიშნავს ეს ტოლპირველადობა? ტოლპირველადობა არის რაღაცნაირად, ანუ რაღაც სამყაროსეულ პირველ პრინციპთან თუ შეიძლება ესე ვთქვა, თუმცა ეს ჰაიდეგერი გააპროტესტება მსგავს ნათქვამს, მაგრამ აი პირველ საწყისი ურთიერთთანაკვეთა, ანუ რაღაცა როდესაც რაღაცა ორი ძირეული არის საწყისად ურთიერთგადაჯაჭვული, ესე ვთქვათ, ხო? და ეს არარა და ყოფიერება არიან ასეთი, ანუ ყოფიერება არის წილნაყარი არარასთან, ანუ ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად ეს არსებულები, რომლებიც ხელდასმული არიან ყოფიერებით, ამ არარასთანაც არიან წილნაყარნი. ანუ ეს ვთქვით, რომ მაგალითად და ადამიანს აქვს განსაკუთრებით ამის წლომის უნარი, ხო? ანუ ესე იგი არარა ერთგვარად ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ და ეს ჰაიდეგერის რა არის მეტაფიზიკა, კაში არის კარგად გაშლილი თქვენს მონამორჩილის მიერ ქართულად ნათარგმნში, სადაც საუბარია, რომ ანუ
ეს ყოფიერება, არა კი არ არის უარყოფის შედეგი, არამედ ის რომ სამყაროს აქვს რაღაც ნაკლული ბუნება, თუნდაც წინა ადამიანურ დონეზე, ხო? როდესაც ადამიანი არ იყო წინა ისტორიულ სცენაზე, რაღაცა ნაკლობები ხდებოდა, ხო? პირობითად რომელიღაცა ასე ვთქვათ, ცხოველები, რომელიც ადამიანამდე იყვნენ, მათაც ჰქონდათ ეს ნაკლობა, მთლიანად არსებული არის ნაკლულობით შემოსაზღვრული. ის რომ ჩვენ მაგალითად გვაქვს კუჭი, რომელიც უნდა შევივსოთ და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გადარჩენისთვის ბრძოლა, ხო, რომ ბიოლოგიურად ეს არის ამ კუჭის ამოვსებისთვის ბრძოლა, ხო, და მე ამას ედება რომ უსაფრთხოება, სახელმწიფო და ასე შემდეგ, ხო? ეს ჰაიდეგერი გეტყვის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ შენ და არსებობა, კი და ყოფიერება და არ არიან ტოლპირველადი. შესაბამისად, რადგან არიან ტოლპირველადი, ასეთივე არის არსებულის მიმართება. კარგი, რაღაცაზეც ესეც გასაგებია ალბათ. მაგრამ ეს ადამიანი ამ ორთან შუაშია, კაი, გავიგერო, თქვა დასავლურმა ადამიანმა დაივიწყა ყოფიერება და ჩვენ ხა უნდა გავიხსენოთ და ამოვიდეთ რაღაც ამ ტექნოლოგიური არსებულების ბატონობისგან. ჰაიდეგერი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ განსხვავებით სხვა ცხოველებისგან გვაქვს უნარი ძრწოლის. და ეს ძრწოლა არის ადამიანური მომენტი, ოღონდ ხა განვასხვაოთ, სანამ ვიტყვით ძრწოლა განსხვავდება შიშისგან. რა არის შიში? შიში არის კონკრეტული არსებულისადმი მიმართება, ხო? მე მეშინია მაგალითად ვეფხვის, რომელიც ჩემსკენ მორბის, ან მეშინია წყალდიდობის, ან ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ძრწოლა არის სხვანაირი, ან ძრწოლას არ ყავს კონკრეტული ობიექტი. ძრწოლა არის საკუთრივ სამყაროს უსაფუძვლობის, ის რომ ჩვენ რაღაცა საფუძვლების და საზრისების შექმნა გვჭირდება. აი ამის გააზრება, და ძირეულად ძრწოლა, რაც ყველა ადამიანს ეუფლება, არის აი სწორედ იმ ყოფიერებასა და არას ტოლპირველადობის გააზრება. ოღონდ განწყობისეული გააზრება. ჰაიდეგერი არ არის რაციონალისტი ფილოსოფოსი. ჰაიდეგერისთვის განწყობა ბევრად მეტს ნიშნავს, ჩვენი განწყობები ხშირად უფრო მეტს გვივლენენ სამყაროს შესახებ, ვიდრე მაგალითად ჩვენი ასე ვთქვათ აზროვნება, ხო? ის განწყობისეულ მომენტზე საუბრობს, როგორ დავაკვირდეთ ჩვენ რეალურად ჩვენს შეხედულებებს, ხო? ჩვენ რაღაცნაირად განწყობისეულად მოქმედებთ ხშირად, ხო? დიმიტრი უზნაძე, დიდი ქართველი ფსიქოლოგი, ამაზე საუბრობს, რომ განწყობა არის ერთგვარი შვალედური მექანიზმი, ასე ვთქვათ, ის ფილტრი, რომელთაც ჩვენ გარე რეალობას აღიქვა და მიემართები, ამ განწყობის ფილტრში ვატარებ ჩვენ რაღაცას და ჰაიდეგერი უფრო ღრმად საუბრობს, რომ სწორედ ერთ-ერთი ასეთი განწყობა ძრწოლა არის ამ ესე ყოფიერებას და არას ტოლპირველადობასთან მიგებება. კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ეს? ადამიანს როგორც გამორჭამ დაზაინს, რომ ადამიანურ არსებობას, ღია არსებობას ძალუძს ამ ყოფიერებასა და არას ტოლპირველადობის გახსნა, მისი გააზრება, მისი შემეცნება. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ის არსება, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოკვდავობის გააზრება და დანახვა. და აქედან არის მე სწორედ ის რაც წინაზე სარტრი საუბრობდა, რომ ჩვენ თავისუფლი მოკვდავები ვართ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ასევე თავისუფლება. თავისუფლების შესაძლებლობა. რატომ არის? ხო, ნახეთ, ჰაიდეგერი ამბობს, რომ მუყოფიერება, დაზაინი, ადამიანის არსებობა არის ზაინცუმთოდე, სიკვდილისკენ ყოფნა, ასე რომ ვთქვათ. და რას ნიშნავს ეს? კარგია, ვთქვათ, არის სიკვდილისკენ ყოფნა და მე, კაი, ეხლა ეს რა დიდი სიახლეა თითქოს, რომ ვიღაც დიდი ფილოსოფოსი ვამბობ, დიდი ფილოსოფოსია და ის ამბობს, რომ ადამიანი მოკვდავია, ეგ ხო ყველამ ვიცით. მაგრამ საქმე არ არის ფაქტოლოგიურ გააზრებაში, არამედ არის სწორედ ამ ონტოლოგიურ, ეგზისტენციალისტურ გააზრებაში საქმე, ესე ვთქვათ, მთელი სისავსით გააზრებაში და არა მარტო გააზრებაში, არამედ გასიგრძეგანებაში, ესე ვთქვათ, განწყობისეულ აპარატში შემოტანაში. ეს და კარგი ეს, კაი, შემოვიტანი და მე რას მეუნება ჰაიდეგერი. ჰაიდეგერი გვეუნება ესეთ რაღაცას, რადგან მისი ფილოსოფია ხო არის ონტოლოგიური, რომელიც გულისხმობს ამ არას ყოფიერებას დროზე კიდევ ვისაუბრებთ და ერთის მხრივ მეორე მხრივ ეგზისტენციალისტური, რომელიც საუბრობს ამ ადამიანზე, ადამიანის მოკვდავობაზე და ალბათ ჰაიდეგერი არის უდიდესი ფილოსოფოსი, ვინც ადამიანის მოკვდავობას ამ სტრუქტურული სისტემატიზატორის
ძალით ასე ვთქვათ შიფრავს. ესე იგი არ არის ანუ ადამიანი როგორც ყოფი სიკვდილისკენ არის მნიშვნელოვანი რატომ? მნიშვნელოვანია ეს იმდენად, რამდენადაც ეს განაპირობებს იმას ჩვენ რამდენად ავთენტურად ვცხოვრობ თუ არა ავთენტურად. ანუ კიდევ ერთი ფენა შემოდის ჩვენს გააზრებაში ჰაიდეგერისა, ეს არის ავთენტურობა და არაავთენტურობა. ანუ ნაღდი და არანაღდი თუ ესე ცოტა ჟარგონის დონეზე ვიტყვით. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ანუ მოკლედ ჰაიდეგერი მარტივად რომ თქვა, შენ თუ გაიაზრებ შენ სიკვდილს, შენს მოკვდა ბუნებას და არ გაიქცევი რაღაცა სიკვდილის მიმჩქმალავ სასწურებში, გართობაში, რაღაც კონკრეტული ტიპის ისეთ აქტივობებში, რომელიც შენ მოკვდაობას გავიწყებს. არამედ აი იმოქმედებ გაბედულად, შენ მაშინ ხარ ავთენტური. ახლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დღეში 24 საათი ახლა ყოველ დღე ფიქრობდი, რომ ვაი, უნდა მოვკვდე და ასე შემდეგ. არამედ რაღაცნაირად აი რაღაც არ დგება ხოლმე ესეთი ადამიანის ცხოვრებაში ეპიფანიის ნათების მომენტები, როდესაც რაღაც აზრით ჩვენ აი ეს ყოველთვის დაგვიკაკუნებს კარზე, ეს ჩვენი სულის კარზე, ეს არა, ეს ყოფიერება და ყოველთვის დგება მომენტი, რომ აი ამას ჩავწვდე. ჰაიდეგერი ამბობს, რომ ანუ რაღაცნაირად აი ჩაწვი და ეს მე გარანტირებული გაქვს, რომ აი თქვათ რაღაც ავთენტურობის გზაზე თითქოს შევდექი, აი ვიწყებ ცხოვრების გზაზე, ცხოვრების ესე გააზრებას, არა ის გვეუბნება რომ ის ყოველთვის კვლავ და კვლავ უნდა მოიპოვოს მოყოფიერება ბრძოლით. რატომ? იმიტომ რომ ის მოცულია იმ ის არის გადაგდებული სამყაროში, ადამიანი geworfenheit. ანუ ის არის ნატყორცნი სამყაროში. ჩვენ წინა ლექციებში ამაზეც ვისაუბრეთ, რას გულისხმობს, ხო? ანუ ჩვენ დაბადებას არ გვეკითხებიან და ჩვენ რაღაცნაირად ვართ გადმოგდებული კონკრეტულ ჯგუფში, რომელიც ხან ტომია, თუ გვიან ადრე დავიბადეთ, ხან ერია, ხან გლობალიზებული საზოგადოება, ხან კომუნისტური საზოგადოება, ხან თერგდალეულების ეპოქა. ხო, ანუ ამას ხო ჩვენ არ ვირჩევთ, ხო? მაგრამ ჩვენ რასაც ვირჩევთ არის ის, რომ ჩვენი სიკვდილი არის ჩვენი უსაკუთრივესი, ანუ ყველაზე ავთენტური შესაძლებლობა. ჩვენს მაგივრად სხვა ვერ მოკვდება. შეიძლება ჩვენს მაგივრად სხვა მაგალითად დაალევინოს სხვა წყალი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება გააკეთოს, ხო? მაგრამ სიკვდილი არის ის, რაც ჩვენს ინდივიდუალურობას, ჩვენს ეგზისტენციის ინდივიდუალურობას ყველაზე მეტად ასახავს. იმიტომ რომ შენი სიკვდილი არის ერთგვარად შენი დამაპროექტებელი შენი ცხოვრების დირიჟორი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენი ცხოვრება. და თუ შენ ამას კარგად გაიგებო, ჰაიდეგერი გვეუბნება და ჩაწვდები ამას და რაღაცნაირად გაისიგძეგანებ, შენ უფრო მეტად იქნები გაბედული, შენ უფრო მეტად იქნები, ასე ვთქვათ, რაღაცაზე ჩართული აი ამ სწორ მიმართებებში სამყაროსთან. ყოველთვის ყველა ასე ხდება, ყოველთვის არა, ცხადია ის საუბრობს აი არაავთენტურ ეგრეთ წოდებულ დასმანზე, ხო? მან როგორც ნაცვალ სახელი, რომელსაც არ აქვს კონკრეტული შინაარსი, ხო? გერმანულში არის ესეთი მან sagt ამბობენ, მან fragt კითხულობენ, მაგრამ ვინ კითხულობს კონკრეტულად? ანუ ესა ერთგვარი უპიროვნო, აი უთვისებო ადამიანი, ხო? რომელიც კითხულობს, ანუ როდესაც შენ კი არ ლაპარაკობ შენით, არამედ იმიტომ ლაპარაკობ, რომ ყველა ასე ლაპარაკობს. ხო? ანუ იმიტომ კითხულობ ასე ან იქცევი ასე, რომ ყველა ასე იქცევა. შეიძლება ჩვენ თქვით, რომ ესე იგი მათ შორის ქრისტიანობა გვეუბნება, რომ რაღაც შენი სულის რაღაც სამჯაროზე უნდა გაატარო, ხო? და შეიძლება პირობითად იმ ადამიანთან, რომელთანაც საუბრობ, მათი თანაზიარი იყო და მათსავით მოიქცე რაღაც შემთხვევაში, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს რაღაცნაირად შენი შინაგანი სულიერი ფილტრის ხარჯზე, ხო? და ამის გააზრებით, ხო? ანუ შენ შინაგანი ნათელი უნდა მონაწილეობდეს ამაში. სხვათა შორის არ არის გასაკვირი, რომ ჰაიდეგერი იყო გაზრდილი ამ ქრისტიანულ ოჯახში, როგორც ბევრი გერმანელი ფილოსოფოსი. მისი მამა იყო მნათე, მისი მამა იყო ასე ვთქვათ ჩართული ამ საეკლესიო ცხოვრებაში და ის ამზადებდნენ
ახალგაზრდა მარტინს ღლობისთვის, მაგრამ ნუ მე მას რაღაც ესეთი ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ კიდე სხვა ესე იგი შემეცნებითი სხვა მისწრაფებების გამო უფრო ფილოსოფიის გზას დაადგა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაიდეგერი არ არის არც ათეისტი ფილოსოფოსი, მაგრამ არც თეისტი ფილოსოფოსი. რეალურად ის ცდილობს, რომ აი რაღაცნაირად ადამიანის ეგზისტენციის სტრუქტურა გვაჩვენოს. ანუ გვიჩვენოს ადამიანის როგორაა დასტრუქტურირებული და მე მაგალითად თეოლოგი ბულტმანი, ცნობილი გერმანელი თეოლოგი, ამ ჰაიდეგერის ფილოსოფიაზე დააყრდნობს ამ თავის თეოლოგიას და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ჰაიდეგერი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმის, ანუ მას ერთის მხრივ ეს რელიგიურობისგან არის დისტანცირებული, მაგრამ მეორე მხრივ აი მოდერნულ, აი ამ გაუთავებელ ზუზუმს, ხო, ამ გაუთავებელ ხმაურს, ამ გაუთავებელ ლაყბობას აკრიტიკებს და ლაყბობა მისთვის არის არაავთენტური მუნყოფიერების, ანუ არაავთენტური ადამიანური არსებობის მეტყველების კომუნიკაციის საშუალება, ანუ რას ნიშნავს, ხო, დააკვირდეთ, ხო, ჩვენ ხშირად გარშემოყოფე ხშირად თუ დავაკვირდებით, ახავს რომ ლაპარაკი არის ლაპარაკის გულისთვის, ანუ ლაყბობა, ხო? და ეს ჰაიდეგერი ესე არ ჩაულის ამას, აქ რაღაც აღმოაჩენს იმ ეგზისტენციურ კვანტს, იმ ონტოლოგიურ კვანტს და ის ამბობს, რომ ეს არის სწორედ ამ ბევრი ხმაურით იმალება სწორედ ის, რომ არა და ყოფიერება არიან ტოლპირველადნი, ანუ ის რომ რეალურად სამყაროს არ გააჩნია, ანუ არ არის, ესე იგი, ლაყბობის უსაფუძვლობა რეალურად გვივლენს იმას, რომ სამყაროს არ აქვს მყარი საფუძველი. ჩვენ ხო ვთქვით, რომ აი რაღაცნაირად ადამიანმა თავისი გაბედულობით, ამ ღიაობით უნდა დაადგინოს საზრისი და სწორედ აი ამაში ჩანს ეს ამ ლაყბობაში ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ ვლინდება ეს, რომ აი როდესაც ადამიანები იკრიბებიან ერთ, მე არ ვამბობ, რომ არავინ არ უნდა დაილაპარაკოს, ხო, ეს არა, აი ამ ესეთი ვულგარული აზრით არ უნდა იყოს გაგებული, არამედ თვითონ აი კომუნიკაციის ტიპი. ის საერთოდ ჰაიდეგერი მე საერთოდ საუბრობს იმაზე და ესეც არის ალბათ, რომ საერთოდ არავერბალური კომუნიკაცია და განწყობებით კომუნიკაცია არანაკლებია, ვიდრე უხმოდ გაგება, ასე ვთქვათ, ერთმანეთის, ვიდრე მეტყველება, იმიტომ რომ არტიკულაცია რაღაც აზრით, რაღაცა ასე ვთქვათ, იმ გაგების იმ დონეს ფარავს, რომელიც შეიძლება არაარტიკულირებულ განწყობებით ურთიერთგაგებას გააჩნდეს ორ ადამიანს შორის. ესეთი ამბავია მოკლედ ჰაიდეგერთან მიმართებაში. ცხადია ეს არ არის, აქ არ ვთავდება ჰაიდეგერის ისტორია და ჩვენ ვიცით, რომ განსხვავებით სარტრის ყოფიერება და არარასი მის დიდ წიგნს, მის მაგნუმ ოპუსს, მე-20 საუკუნის უდიდეს ფილოსოფიურ წიგნს ყოფიერება და დროს მეორე სათაურად აქვს, ასე ვთქვათ, მეორე სიტყვა, ბოლოს სიტყვა არის დრო. როგორ ჯდება ამ ყველაფერში დრო და რაში რაღაც აზრი ჩვენ მოვხაზეთ, ხო, რომ აი ყოფიერების დავიწყება, არა და ყოფიერება ტოლპირვადი ადამიანი როგორც ამ ორის გამშიფრველი, ამ ორის ამოსაკითხი ადგილი, დრო როგორ გაიწერება ამ ყველაფერში. ჰაიდეგერის მიხედვით დრო არის რეალურად ყოფიერების გაგების ჰორიზონტი. ჰაიდეგერი ებრძვის იმ დროის ვულგარულ გაგებას, რომელიც გულისხმობს, ასე ვთქვათ, ერთგვარ წამით ფორმალიზმს. ანუ რა იგულისხმება, რომ აი დრო არის რაღაც 1 წამი, 2 წამი, 3 წამი, ანუ ეს მიმართება, ანუ ესეთი გაგება, ეს არის რაღაცნაირად კალკულაციური, ანუ მათემატიკური გაგება დროისა, რაც მისი აზრით არის რაღაც ისეთი, რაც რაღაცნაირად მიყვართ არაავთენტურ, არასაკუთრივ გაგებასთან დროისა. ნაცვლად ამისა ის გვთავაზობს ეგზისტენციურ გაგებას დროისა. ეს გულისხმობს იმას, რომ ანუ ადამიანი, როგორც ჩვენ ხო ვთქვით, რომ ყოფიერების გაგების ჰორიზონტია დრო და ამავე დროს ეს ყოფიერების გაგება წარმოებს დროის ასპექტით. ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ ადამიანს ახასიათებს ერთი რაღაც, რაც მას არის პრინციპულად დროითი სტრუქტურის მატარებელი და აი ასე თუ მიუდგება დროს და არა ვთქვათ იმ რაც კალკულაციური დროით, რომ ვთქვათ აი აბსოლუტისტური დროა, რელატივისტური დროა, ეს ყველაფერი გასაგებია.
მაგრამ აი პირობითად აი ესე დავსვათ ესე კითხვა ხო აინშტაინთან ცხადია და ნიუტონთანაც უდიდესი პატივისცემთ. ახლა მე ვარ ადამიანი, ვარ მოკვდავი და ნიუტონმა გამოიგონა თქვა დრო რაღაც კონკრეტული ესე იგი აბსოლუტური დრო, სადაც ესე იგი დრო და სივრცე არის აბსოლუტური და მეორე მხრივ უკვე აინშტაინი მე-20 საუკუნეში გამოდის უკვე ფარდობითობითი დროის იდეით და კარგი ეს ყველაფერი აი მადლობა ფიზიკოსებს, დიდი მადლობა, მაგრამ აი მე რომ მოკვდავი ვარ ადამიანი ეს რას ახლა კარგი აი მე რო ჩემი კონკრეტული მიმართება მაქვს, ანუ ეგზისტენციურად კონკრეტულად რო ვარ დასტრუქტურირებული რაში მეხმარება ისო თქვათ დრო აბსოლუტურია თუ არა აბსოლუტური ხო ანუ ეს ფიზიკური გაგებით დრო ჰაიდეგერს უნდა რომ ასე თქვა ჩვენი ხედვა გადაიტანოს აი ამ ფიზიკური გაგებიდან ამ ფორმალისტური გაგებიდან უფრო მეტად აი ეგზისტენციურ გაგებაზე დროისა და ის ამისთვის გვთავაზობს ზრუნვა როგორც ადამიანის არსებობის დროიტა, ანუ რომელშიც არის ეს დროითი სტრუქტურა, ანუ ჩვენ მუდამ ზრუნავთ ვიღაცაზე. ოღონდ ეს ზრუნვა არის ამას აქვს როგორც წარსულის ის არ უწოდებს განზომილებას, ის უწოდებს ექსტაზებს, ანუ რომელიც არის რაღაცნაირად გარე გადამწვომი მეორე ექსტაზისადმი, ანუ აწყო რომელიც უკავშირდება წარსული რომელიც უკავშირდება მომავალს. ანუ ეს არ არის ფორმალისტური, ეს არ არის ესე თქვა წამითი ფორმალიზმის დალაგებული რაღაც. ანუ დრო როგორც რაღაც ისეთი რაც აი ადამიანს ახასიათებს და ის ამბობს აი კონკრეტულ ექსტაზებზე კონკრეტულ თვისობრივ აღწერას ახდენს. მაგალითად ამბობს რომ მომავლის დროითი ექსტაზი, ანუ ეგზისტენციალობა არის უპირატესი ადამიანისთვის. ანუ რატომ არის ხო ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ როგორც აი ამ არსებებს რომლებიც ვართ გადაგდებული სამყაროში და რომლებიც ვართ რაღაცა ფაქტიურობაში დაფუძნებული ეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყო დამპროექტებლები მომავლის. ანუ ჰაიდეგერისთვის უპირატესია ასე ვთქვათ უფრო ყველაზე წინყოფი დროითი ექსტაზი არის მომავალი. რატო? იმიტომ რომ ეგზისტენციალობა ადამიანისა არის მომავალში. არის მომავალში და ასე ვთქვათ ეს განსხვავებულია ვთქვათ აი წარსულისგან და აწყვოსგან, სადაც ჩვენ ფაქტიურობაში ვართ, რაღაცა გადმოგდებულები ვართ უკვე კონკრეტულად, შენ დაიბადე აქ და აქ და ამას ვერ შეცვლი, ხო შენ ხარ მოცემული კონკრეტულ საზოგადოებაში და ჰაიდეგერი ამბობს რომ ეს არაავთენტურობა, ისე ვთქვათ ლაყბობა, იქ რომ რაღაცა შენი თვითი ან შენ თავს ვერ პოულობ და რაღაცა გათქვეფილობა, ეს პირველ საწყისად ეგრე არის. ანუ შენ როცა იბადები და რაღაცნაირად ეს პირველ საწყისად თავდაპირველად შენ ამ არაავთენტურობაში უფრო მეტად ხარ დაფუძნებული და აქედან უნდა ასე ვთქვათ გამოიხსნა ესე ხატოვნად რო ვთქვათ შენი თავი. და სწორედ ამ გამოხსნაში ჩანს ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ეს მომავლის ექსტაზი, ანუ ეგზისტენციალური დროითი ექსტაზი, მომავალი, ეგზისტენციალობა არის მომავლის ასე ვთქვათ გამოხატულება. ჩვენ გვეუბნება რომ კი შენ ვთქვათ გადაგდებული ხარ, კი მოკვდავი ხარ, მაგრამ შენ თუ გაიაზებ ავთენტურად შენს მოკვდაობას და ზაინც უმთოდეს, ანუ სიკვდილისკენ ყოფნა, შენ გეძლება თავისუფლება იყო დამპროექტებელი, შენ უნდა იყო გაბედული, ანუ გაბედე აზროვნება ეს კანტისეული თეზისი სინამდვილეში ჰაიდეგერისოა თუ გადმოთარგმნით ეს არის გაბედე აზროვნება სიკვდილის შესახებ. და შენ თუ გაბედავ აზროვნება სიკვდილის შესახებ, ცხოვრებაში რაღაცეები გამარტივდება. ოღონდ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, ეს არ არის პრინციპულად თვითგვემითი აქტი, ხო? ეს არის პირიქით, ეს არის გაბედულების აქტი, რაც ძალიან რთულია. რადგან ეს არის ადამიანის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ადამიანი გაურბის ამ მანის გათქვეფილობაში. სწორედ აი ადამიანს ახასიათებს სწორედ ეს როგორც ვთქვით, მოკლედ ზრუნვის მომენტი, რაც მას აძლევს საშუალებას, რომ აი ეს დროითად იქნას გააზრებული მისი არსებობა. ანუ ერთი სიტყვით, აი ნახეთ ჩვენ ვთქვით აი დრო, ეგზისტენციალები და გავიხსენოთ რაც ვთქვით ჩვენი საუბრის დასაწყისში. ჩვენ ვთქვით რომ იქ დასავლეთის ისტორიაში და მე უკვე კონკრეტულ კაზე შემდეგ ლექციაზე შეგვიძლია შევიდეთ.
იქ არის ეს ყოფიერება დავიწყებული, იქ არის რაღაცა აბსტრაგირებული და ჰაიდეგერი ნახე რას გეუბნება, რომ ეს ყოფიერება აქ არის, ჩვენშია, დავიწყებულია კონკრეტულ არსებულებს მივანიჭეთ, მე უკვე ტექნოლოგიზირებულ არსებულებს მივანიჭეთ უპირატესობა და ჩვენ აი მე გეუბნები რომ აი ყოფიერება ჩვენში არაც აქ არ არაობს, ხო, ანუ das nicht ესე ამბობს, ხო, nothing noths თუ ესე ინგლისურად ვთქვათ, ანუ ეს არ არა რაღაცნაირად პულსირებს ამ სამყაროში, ხო, როგორც ჩვენი ნაკლოვანება და რეალურად ხო მოძრაობაც და ჩვენი მიზანსწრაფვაც აი ამ ნაკლოვანებითა გამპირობებული, ხო, რაღაცაზით ყველა მოძრაობა არის ნაკლოვანების ამოსავსები მოძრაობა, ხო? ესეთი ამბავია, მოკლედ ჰაიდეგერთან მიმართებაში, რომ შევაჯამოთ, ესე იგი ჰაიდეგერი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი პროექტი არის ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა ხელახლა დაუბრუნდეთ თავარ საკითხს, არა არსებულების საკითხს, არამედ ყოფიერების საკითხს. რატომ არსებობენ საერთოდ არსებულები და არა, ხო, ამ რატო არის რომ საერთოდ არსებობა არის და არ არის არარსებობა, ხო? ჰაიდეგერი ასევე გვეუბნება რომ ეს არა და ყოფიერება არიან რაღაცნაირად ტოლპირველადნი ერთმანეთთან. ჰაიდეგერი გვეუბნება რომ ამ ყველაფრის ასახსნელად საჭირო არის ადამიანი, დაზაინი, მუყოფიერება, ოღონდ ეს არ არის სუბიექტი და ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, არამედ არის რაღაც ისეთი, რაც უპირველესად და პრიმარულად უწინარესად განწყობების მეუხებით ახდენს ამის ცნობას და ის ამბობს ბოლოს რომ sein von Dasein ist Sorge, ანუ დაზაინის, ანუ მუნყოფიერების, ანუ ადამიანური არსებობის ყოფიერება, მისი მთავარი დრიტა არის ზრუნვა, რომელიც თავის თავში ატარებს ეგზისტენციური დროის, რომელიც განსხვავებული ამ წამით, ამ ვულგარული დროისგან განსხვავებულია და სწორედ ანუ ადამიანს ჰაიდეგერის თავაზობს სწორედ აი ამ პროექტში შემოყოლას, რომელიც კი არის რთული, კი მოითხოვს გარკვეულ და დიდ შრომას მისი გაგება, თუმცა არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვწვდეთ ამას, იმიტომ რომ მართლაც მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჰაიდეგერმა მე-20 საუკუნის ფილოსოფიაზე, ისეთი დიდი ფილოსოფოსები თუ სოციოლოგები, როგორებიც არიან ჰერბერტ მარკუზე, როგორებიც არის ჰანა არენტი, მისი მოსწავლე და საყვარელი, ასევე დელიოზი და სარტრი იგივე და ძალიან ბევრი დიდი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ემადლიერება ჰაიდეგერს, როგორც მის მასწავლებელს, რაც მან დაიმსახურა და უკვე შემდეგ ლექციებზე უფრო კონკრეტიკაში შევალთ, თუ აი კონკრეტულად რას ამბობდა ის მაგალითად ნიცშეზე, დეკარტზე, რას ამბობდა იგივე სარტზე ჰუმანიზმთან მიმართებაში, რა როლი აქვს განწყობას, რა როლი აქვს ტექნიკის საკითხს, ეს ყველაფერი მას აქვს ძალიან დეტალურად და უდიდესი ფილოსოფიური სიღრმით გაშლილი. მანამდე კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა ლექციისათვის. მეკდებოდა ასეთი შეკითხვა, უბრალოდ შეკითხვების რიგი. თუ შეიძლება ესე ითქვას და ერთიანად მიპასუხეთ შემდეგ. პირველი რაც მინდოდა მეკითხათ თქვენთვის არის შემდეგი, რომ არასთან მიმართებით და ესე ვთქვათ, ფინალობის პრობლემასთან მიმართებით თქვენ ბრძანეთ, რომ მე არ ვიცი ეს შეიძლება მომესმა და არასდროულად გავიგე, შეიძლება თქვით მართლაც, რომ ჰაიდეგერი ამას აღიქვავდა როგორც ნაკლად ადამიანის ფუნდამენტურ ნაკლოვანებას. მე უბრალოდ გავამეორებდი კითხვას, რომ ნამდვილად აღიქვავდა ნაკლოვანებად, თუ სწორედაც მისი, ასე ვთქვათ, ხედვის რევოლუციურობა და მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ აი ეს მექანისტური ან ტექნიცისტური ან ბიოლოგისტური პოზიცია, რომელიც მაგალითად სიოსხლეს აყენებს სიკვდილზე მაღლა და არსებობას აყენებს არარსებობაზე მაღლა, სწორედ ამის წინააღმდეგ წამოწევდა წინ ამ არარას და არარსებობის მომენტს თავისთავად. კიდევ ერთი, რომელიც რაც მინდოდა რომ მეკითხა, არის შემდეგი. ეს უკვე ჰაიდეგერის ფილოსოფიის ფარგლებს მიღმა გადის,
თუმცა პრინციპში იქვეა, იმიტომ რომ ეხება შეკითხვა უფრო მეტად დერიდას. ჟაკ დერიდას, რომელიც პრინციპში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჰაიდეგერის მოსწავლეა ისიც და უდიდესი გავლენა აქვს ჰაიდეგერს მასზე და ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰაიდეგერის ფილოსოფია გარკვეულწილად ცხადია. როგორ ახსნით აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს მე პირადად იმიტომ რომ საბოლოო პასუხი ამაზე მე არ მაქვს ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული ჩემ თავში თქვენ როგორ უყურებთ იმ მომენტს რომ დერიდა ძალიან მწვავედ კრიტიკულად მიუბრუნდა შემდეგ ჰაიდეგერს და საერთოდ ჰაიდეგერი იყო თავის მხრივ ის თავის დროზე ვინც ვთქვათ დასავლური მეტაფიზიკა ზურგი აქცია მაგრამ დერიდამ უკვე ზურგი აქცია თვითონ ამ ჰაიდეგერის პოზიციასაც და ასე ვთქვათ საფირწონე მოძღვრება და მეთოდი გამოიმუშავა ყვადაღებული დეკონსტრუქციის სახით ხო აი ეს თუ შეგიძლიათ რომ აი დერიდა შეუპირისპიროთ ჰაიდეგერს და მითხრათ რომ რატომ რა აიძულა დერიდა რომ ასე მოქცეულიყო ვთქვათ რა იყო ის მთავარი მომენტები რამაც მისგან რამაც მასში გამოიწვია იმედგაცრუება ჰაიდეგერისაგან მადლობა შეკითხვისთვის ნაკლულობის შესახებ მე ვთქვი რომ ანუ ნაკლულობა არ გულისხმობს რაღაც ნაკლს როგორც მის რაღაც სულთვისებას არამედ დანაკლისის უნარის ქონა პლუს ადამიანური ღიაობა არის სწორედ იმ შემეცნების და ტრანსცენდირების წინაპირობა და სწორედ ეს გამოარჩევს ადამიანს და ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი და მთავარი ასე ვთქვათ ნიშანთვისება ანუ ის ჰაიდეგერი ამბობს რომ ერთგვარად ადამიანი არის არას მოადგილე ხო ეს გულისხმობს იმას რომ მას აქვს უნარი ანუ ადამიანი რომელიც ერთადერთი ცხოველია რომელსაც შეუძლია ყოფიერების შესახებ კითხვა დასვას იმ კითხვის დასმისას ის ამ კითხვაში თანანაგულისხმებია შეკითხვა არარას შესახებაც რადგან მისი ეგზისტენცი განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობს აი ამ ტოლპირველადობას ყოფიერებისა და არარასი რაც შეეხება მეორე შეკითხვას ну ცხადია დერიდა დიდად არ დავალებული იგივე დეკონსტრუქციის მეთოდი იგივე ეს მისი ეს კვალის ასე ვთქვათ თეორია თუ კვალის ტერმინი სწორედ ამ ჰაიდეგერისეულ რაღაცაზრით ამ ქსელის ლოგიკიდან ამოდის რომ როდესაც ვთქვათ ერთ კონკრეტულ რაღაცას ერთ კონკრეტულ მომენტს რაღაც კონკრეტულ ნიშანს არ აქვს რაღაც ტრანსცენდენტული რეფერენტი არამედ არის ყოველთვის რაღაცა სხვა მეორისთან მიმართებაში დადგენილი ხო ეხლა ალბათ იყო ბევრი მიზეზები შეიძლება იყოს ამაში ჰაიდეგერის აფილაციები ნაციონალ სოციალიზმთან თუმცა ალბათ უფრო თეორიული მიზეზებიც იყო ამაზე უფრო ალბათ მე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ სხვადასხვა მინდა სანამ შეკითხვას დავსვამ აღნიშნო რომ ჰაიდეგერი ცოტა რთული გასაგებია ეს გამიგია როგორც აკადემიურ წრეში ფილოსოფოსებთან სხვადასხვა თქვენთან ძალიან მარტივად გავიგე ეგ ასე ვთქვათ ამიტომ მადლობას მოგახსენებთ აი თქვენ ახსენეთ რწოლის შესახებ აი რწოლა რომელსაც რაღაც არ აქვს მიმართება როგორ ვთქვათ ну საგანთან მithumedes არ აქვს მაგრამ რაღაც მოვლენასთანაც შეიძლება ნაკლებად კონდეს მიმართება ხო და ну ჩვენ გვაქვს ესე ახლა თქვენ ისიც თქვით რომ ჰაიდეგერი არც ათეისტი იყო მაგრამ არც თეისტი იყო ну სადღაც შუალედური ესე იგი რაღაც დამაკავშირებელი გოლია ალბათ როგორც ასე ვთქვათ და აი ხო არის თეოლოგიური ტექსტები სადაც ძალიან გვხვდება რწოლის შესახებ საღვთო რწოლის შესახებ ღვთის წინაშე რაღაც შიშის გამოხატულება რწოლა უზენაესის და ანუ მიღმური სამყაროს შესახებ აი ყოფიერებაზე ითქვა რომ ესე იგი მოყოფიერება რომელიც აქაც და იქაც ალბათ იგულისხმება რომ ანუ ადამიანი არის ამ ქვეყნად და ტრანსცენდირებს იმ ქვეყნად ხო ამ ტრანსცენდირება ხდება ორივე მიმართებით ხო ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ შორის ну ცოტა შუა საუკუნეებრივი მითრო თქვა ტერმინით და აიქიდან აი საღვთო წოლაზე თუ აქვს საერთოდ მას ესეთი რაღაც რა აი წოლა როგორც ანუ სამყაროს გარეთ მიმართულ არსებაზე ასე ვთქვათ მიმართება ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი საკითხი აი
ცოტა შეიძლება ისეთი არ ვიცი რამდენად რელევანტური კითხვაა ეს, რელევანტურიც იყოს, მაგრამ აი მაგალითად საზოგადოებრივ თუ დგას ფორმაციებთან მართებაში, ხო? თქვენ თქვით რომ აი გადაგდებული ადამიანი ამ სამყაროში, ხო, რომელიც არ ირჩევს, შეიძლება კომუნისტურ ეპოქაში იყოს, შეიძლება ფაშისტურ ეპოქაში იყოს და ასე შემდეგ, სოციალისტურ ეპოქაში და აი მაგალითად რა შეიძლება აი ფორმაციასთან მართებაში, აი რა შეიძლება იყოს აი კონკრეტულად ეგზისტენციალიზმის მართება თუნდაც საბაზრო ეკონომიკასთან. მაგალითად შეიძლება რელევანტური არ ვიცი შეკითხვა, მაგრამ აი საბაზრო ეკონომიკასთან რამდენად ეს ეგზისტენცია, იმიტომ ეგზისტენცია ყველაფერს მიემართება რა, ანუ არა მარტო ფორმაციებს, არამედ ანუ მრავალ შიან და მრავალ განზომილებიანია და აი საბაზრო ეკონომიკასთან და სოციალიზმის ერთ-ერთი მასში წავიკითხე რომ ეგზისტენციალიზმი ეს არის ადამიანური კრიზისის ფილოსოფია. ნუ რაც იყო ადრე საგნებთან და იმასთან რომ იყო საგნებიდან და მოვლენებიდან შემოტრიალება უკვე ადამიანური გაგებისგან, ადამიანური ყოფიერების და მისი ფენომენის გაგებისგან და მე ამას თვითონ ნუ ესე დაარქვეს რომ ესე იგი ეგზისტენციალიზმი გამოხატა ადამიანური არსებობის კრიზისი, მისი ყოფიერების კრიზისი გამოხატა. მადლობთ. მადლობა. ეგზისტენციალიზმი მართლა არის კრიზისის შედეგად გაჩენილი ფილოსოფია, თუმცა ის არ არის მხოლოდ კრიზისის ფილოსოფია, იმიტომ რომ ერთია გენეალოგიური წამახალისებელი რაღაც ფილოსოფიის გამოჩენის და მეორეა საკუთრივ ის თუ რას ფარავს, ასე ვთქვათ, ეს ფილოსოფია. ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ, საინტერესოა ძალიან და ბევრი მიფიქრი ამაზე. ალბათ რაღაც აზრით წაახალისებდა, ალბათ რაღაც დონემდე, იმიტომ რომ თუ საუბრობ შენი რაღაც პირადი არჩევანის აუცილებლობაზე და რაღაც ვთქვათ ამ კოლექტივზე, ანუ იმიტომ რომ არ არის სწორად ვთქვათ, რომ აი კოლექტივს უარყოფს ეგზისტენციალიზმი, არა, უბრალოდ ცდილობს რომ რაღაც უფრო ავთენტური ჯაჭვებით გადააბას კოლექტივი, სადაც აი რაღაც თავისუფალი ადამიანთა ერთობა თუ შეიძლება ესეთი წარმოდგენილი იქნას, ხო? ну ალბათ რაღაც დონემდე წაახალისებდა, თუმცა ვიცით რომ ბევრი ეგზისტენციალისტი, ანუ ეგზისტენციალისტებში არ არის ესე ფორმაციულად რომელიღაცის მიმართ უპირატესობა, წინაზეც ვთქვით რომ სარტრი მაგალითად ასე ვთქვათ ამ კომუნისტური ასპირაციები ჰქონდა, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს რომ ვთქვათ დაიგმო საბჭოთა კავშირის მთელი რიგი მოქმედებები. ალბათ რაღაც აზრით, როგორ რადგან ეს ინდივიდის თავისუფლება, ეგზისტენციალისტური და საბაზრო თავისუფლებას აქვს ალბათ თანაკვეთის არეალი, თუმცა ეგზისტენციალისტური თავისუფლება ჩემი აზრით უფრო მეც ფარავს, ვიდრე ვთქვათ საბაზრო ინდივიდის არის, თუმცა მასში მცირედი სახით მოიცავს. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ჰაიდეგერისთვის ტრანსცენდენცია ცალსახად არის სამყაროს შიდა ტრანსცენდენცია, რაოდენ შეიძლება ესე მეტაფიზიკურად ერეტიკულიც არ უნდა იყოს, ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ ყველაფერი ხდება ამ სამყაროში, მაგრამ ამ სამყაროში შენ რაღაც აზრით ამ სიღრმისეულობისკენ, ამ ყოფიერების ხმის გაგონებისკენ შეგიძლია გადადგა ნაბიჯები, ან შეგიძლია იყო აქაც, ანუ ფაქტიურად არსებობდე, მაგრამ მეორე მხრივ იყო რაღაც აზრით მსმენელი აი ამ რაღაცა სიღრმისეული ხმებისა, ოდეს ცხადი ახლა არ ყოველგვარი ირონიის გარეშე, რომ შენ შეგეძლოს ერთგვარად დაინახო ყოფიერების ხმა, დაინახო, ანუ გახვიდე ანუ არსებულების ლოგიკის მიღმა. ფაქტიურად რაღაც აზრით ახლა სიმართლე რო ვთქვათ, თეოლოგიური მომენტები არის ამაში ამოკითხვადი, თუმცა მას აქვს მეტაფიზიკასთან და მათ შორის თეოლოგიასთან თავისი შეკითხვები ჰაიდეგერს. ანუ ჰაიდეგერის ფილოსოფია, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ყოფიერება და დრო, ეს არის ადამიანის სულის რუკა დაწყებული პრაგმატიზმიდან ვიდრე მისტიკამდე. და ალბათ აი ესე შემიძლია უპასუხო თქვენს კითხვას. მადლობა. უბრალოდ შეკითხვა არა მაქვს, უბრალოდ მინდა რომ დავამთავრო, კიდე გამომდინარე რომ აი რატო დავსვის ბოლოს საბაზრო ეკონომიკასთან მართებაში. ну თქვენ იცით ახლა კაკო ყულიჯანაშვილის ლექციას ვესწრებოდი ჩვენი ქართველი ფილოსოფოსი, რომელიც გარდაცვლილია ამჟამად და მის ერთ-ერთ ლექციაზე თქვა, აქვს მას ესეთი ნათქვამი, რომ აი მაგალითად მოვაჭრის ძირითადი ეგზისტენცია გადის მის თვითგადარჩენის ინსტინქტზე. თვითარსობის, ну ახლა ეს ჩვენი სინამდვილიდან გამომდინარე თქვა, რომ ჩვენი ქართული ეროვნების სინამდვილიდან. თუ მაგალითად დასავლელისთვის ეგზისტენცია გადის იმაზე, რომ ფიქრობს
თუ რა არის მისი ძირითადი არსებობა და აი რაზეც თქვენ რაღაც აღნიშნეთ მომავალზე და ასე შემდეგ, ანუ რა იქნება მისი მომავალი და საერთოდ მის არსებობაზე ფიქრობს, ჩვენი ეგზისტენცია გადის იმაზე, რომ როგორ დავიმკვიდროთ თავი ამ სოციალურ რეალობაში და ასე ვთქვათ გადავჭრით. ბატონო ვოთარ, მე მაინტერესებდა ჰაიდეგერის მოძღვრების დანახვა თქვენ მიერ ეთიკურ ჭრილში, ანუ ჰაიდეგერის ფილოსოფია როგორც ეთიკა. მე როგორც ხედავ, ჩემი გადმოსახედიდან ჰაიდეგერის ფილოსოფია თელს ფილოსოფიურ ისტორიაში დაახლოებით იმ როლის და იმ ზოგადობის მოძღვრებად წარმომიდგება, როგორც მაგალითად ფროიდის ფსიქოანალიზი არის ფსიქოლოგიაში, რომელიც არის ძალიან ღრმა, რევოლუციური, თუმცა ძალიან ზოგადი და იძლევა, ესე იგი, თითქმის ვერავინ ვერ უვლის გვერდს მას, მაგრამ არც არავინ არ ითვალისწინებს ასე კონკრეტულად და ხელმოსაჭიდად. დაახლოებით ჰაიდეგერის იმავე შთაბეჭდილებას მიტოვებს, განსაკუთრებით მერე თუ გავითვალისწინებთ, თქვათ, როგორ მოხდა მისი კრიტიკა, აი ეთიკა, სწორედ რომ ეთიკური გადასახედიდან გულისხმობ ლევინასის პოზიციას ამ შემთხვევაში და მერე დერიდას მიერ ასე ვთქვათ, კარგი გაგებით გადამღერებულს და ინტერპრეტირებულს თვითონ აი ამ ლევინასის პოზიციისა. თქვენი აზრი მაინტერესებდა, რომ თქვენ როგორ ხედავთ, აი ჰაიდეგერს თუ აქვს ესეთი ეთიკური დოგმები, პრინციპები ან სახელმძღვანელო თეზისები მის ფილოსოფიაში და აქვე მეორე შეკითხვას დავსვა, ეს უფრო მაინტერესებს კიდევ, იმიტომ რომ პრინციპში არ ჩავძიებულ არ ამ საკითხს, მაგრამ ისე არ შემხვედრია სადმე, რომ აი ხლა როცა მოგისმინეთ, მე თქვენ ლექციას როცა უსმინე, მომეჩვენა, რომ ჰაიდეგერის ფილოსოფია ამავე დროს კულტურულადაც შეფერილი არის, ანუ ვიგრძენი, რომ ეს არ არის მოწყვეტილი გერმანელის და არიული, ასე ვთქვათ, გულისხმობა, აი უფრო ფართო გაგებით ავსტრიასაც, გერმანიასაც, პრუსია. აი ამ მენტალობის და ფსიქოლოგიის ფესვებს არ არის მოწყვეტილი, იმიტომ რომ მომეჩვენა, რომ ამაზე რეაქციაც იყო ჰაიდეგერის ფილოსოფია, განსაკუთრებით თქვენ როცა შეეხეთ დროის შესახებ კონცეფტს და აი ამ წამზომს და საათს და რეჟიმში ყოფნას, კითხვა მექნებოდა ასეთი, რომ არის თუ არა ეს მართლა ასე და ხომ არ იყო ვინმეს მიერ აღქმული ასეთად ეს ფილოსოფია, ანუ არის თუ არა ეს ნამდვილად უნივერსალური და ერთნაირად უნივერსალურად მისაღები ან მიღებული არის თუ არა სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებში, ანუ სხვადასხვა კულტურის ფილოსოფიებში. ძალიან კარგი კითხვებია. ჰაიდეგერი, როდესაც დაწერა ყოფიერება და დრო, მას ეკითხებოდნენ, რომ კარგი ეს ყოფიერება და დრო გავიგე, მაგრამ როდის დაწერა ეთიკის სახელმძღვანელოს, ხო? აი რაღაც ესეთი ტიპის კითხვა, რომელიც მას ესეთ სალსახად არ მოუცემია, იმიტომ რომ მაინც ეს შეიძლება ვთქვათ, რომ არის მისი ნაკლი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის მისი უპირატესობა, მაგრამ საკუთრივ ის მთლიანობა, ანუ ის რეალურად გეუბნება შენს, ანუ ნიშანს ვეტებს. აი როგორც სარტრი ფრანგებს მაინც უფრო კონკრეტიკაში უყვართ გადატანა, აი სარტრის მაგალითი, რომ შენ დარჩები ავატყობ დედასთან თუ წახვალ შენი სამშობლოსთვის ბრძოლაში, ანუ ვერ გეტყვის ეს ეთიკური დოგმის სახით, ხო? მეტად რომ ეს ევნის თქვენს მეორე კითხვას და რომელშიც გამოჩვიოდა მისი, ასე ვთქვათ, ნაციონალ-სოციალისტებთან აფილაციის საკითხი, მას ჰქონდა ესეთი მომენტები, რაც იყო გამოწვეული იქიდან, რომ ის როგორც ყველა გერმანელი მოექცა იმ დიდი ტალღის ქვეშ, რომელმაც მოიყვანა ნაციონალ-სოციალიზმი და მე მოხდა ის, რაც მოხდა, ეს იყო ვაიმარის რესპუბლიკის კრიზისი და ის ჰაიდეგერი წერს პირდაპირ, რომ ეს ყოველდღიურობა გერმანელისთვის იყო დამამცირებელი, ხო ის ვიცით ეს რეპარაციების საკითხი, რომელიც გერმანიას უწევდა გადახდა, იყო იქ ჰიპერინფლაცია, საკუთრივ ეს რაღაც ვაიმარის რესპუბლიკის ხშირად ლიბერტინაჟული პრაქტიკები, ჰაიდეგერი, როგორც ასე ვთქვათ, ესეთი რურალური სოფლის ფესვებიდან ამოსული კი გეთანხმებით არის გერმანული სულის გამოძახილი, თუმცა
აქ თქვენ ახსენეთ სიტყვა უნივერსალიზმი და მე ვიტყოდი ასე რომ ჰაიდეგერის გარკვეულ ფაზებში, განვითარების გარკვეულ ფაზებში არის როდესაც ეს დაზაინი უფრო რაღაც კოლექტივისტურ ნაკადებს თავისთავში უფრო შემოიკრებს. ანუ ასე ვთქვათ, რაღაც უფრო ვაჟასეულად რო ვთქვათ, ერთგვარი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის რაღაც ურთიერთთანაკვეთაზე შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა ეს ძალიან შეიძლება ცოტა ტერმინოლოგიური აცდენა არის ჰაიდეგერთან და ამაზე ჩვენ უკვე შემდეგ ლექციებზე ვისაუბრებთ.